სკანდალი დამთავრებულია, სკანდალი ჩაშლილია, ამტკიცებს კობახიძე და ამბობს, რომ ნივთიერება, რომელიც აქციების დროს გამოიყენეს, წინა ხელისუფლების დროსაა შეძენილი. გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა, თქვა კობახიძემ. ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების სკანდალს ყალბად მოგონილ აჟიოტაჟს უწოდებს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მყოფი სარჯველაძეც. ის ირწმუნება, რომ აქცია კანონსაწინააღმდეგო იყო და პოლიციას უფლება ჰქონდა ისეთი ნივთიერებები გამოეყენებინა, რაც მოქალაქეებში სხვადასხვა სიმპტომებს გამოიწვევდა. აქციაზე დაშავებულების ისტორიების მიხედვით მათ ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგა. ბიზნესმენ გელა ბარკალაიას სახლის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი გორის მერიის თანამშრომელია. ლაშა მეტრეველი მერიაში მძღოლად მუშაობს. ის ბრალს არ აღიარებს და პოლიციელებს ზალადობაში ადანაშაულებს. ამტკიცებს, რომ მათამდე სამართალდამცველმა სცემა და იმის აღიარებას აიძულებდნენ, რაც არ ჩაუდენია. უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტა და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენა ამერიკამ ეროვნული უსაფრთხოების განახლებული სტრატეგია წარადგინა. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს ნატოს შემდგომ გაფართოებას. ასევე მათ სურთ, რომ ევროპამ საკუთარი თავდაცვა დამოუკიდებლად გააძლიეროს. უკრაინელებმა რუსეთში ქალაქ სიზრანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, კრასნოდარის მხარეში კი საპორტო ინფრასტრუქტურის ელემენტები დაბომბეს. ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს უკრაინის გენშტაბი.